საქართველოში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე საერთაშორისო საგანმანათლებლო ინიციატივამ AI ინსტიტუტმა აიღო სტარტი. AI ინსტიტუტი საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც ციფრული უნარებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის გავრცელების მოწინავე ცენტრი უნდა გახდეს. BTU-ს ახალ კამპუსში დაფუძნებული ინსტიტუტი გააზრდის AI წიგნიერების დონეს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებში, იზრუნებს განსაკუთრებით ბავშვობის მოზარდებისა და ახალგაზრდა ქალების გაძლიერებაზე ხელოვნური ინტელექტის და ციფრული უნარების მეშვეობით. წაახალისებს ეთნიკურ და მდგრად ინოვაციებსაც, რითაც განავითარებს ქვეყნის ინოვაციურ ეკოსისტემას და ხელშეუწყობს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობას. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად AI ინსტიტუტის დაფუძნებელია მსოფლიოში აღიარებული ტექნოლოგიების აქტივისტი ქალთა გაძლიერების მიმართულებით BBC Top 100 Women რეიტინგში დასახელებული და არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ლედი მარიამ ჟამე, რომელიც ამ ღონისძიებისთვის სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოში. მისი შექმნილია საერთაშორისო ორგანიზაცია I am the code, რომელიც ამჟამად 88 ქვეყანაში ოპერირებს და მიზნად ისახავს 2030 წლამდე 1 მილიონი ახალგაზრდა ქალის მოზარდისა და ბავშვის გადამზადებას პროგრამირებაში. დღეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დავაფუძნეთ AI ინსტიტუტი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, ვაპირებთ გლობალური საერთაშორისო პროექტების განხორციელებას. ინსტიტუტი დაფუძნებული არის საერთაშორისო ორგანიზაცია I am the code-თან პარტნიორობით. ჩვენ გვაქვს 250,000 უფასო ანგარიში წვდომა მომხმარებლებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნის და უნარების გაღრმავება. აგრეთვე აღნიშნული ინიციატივა საქართველოდან მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელდება. ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს 80-ზე მეტ ქვეყანაში და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი იქნება სწორედ ის ინსტიტუცია, რომელიც ამ პროექტს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნასა და უნარებს გაავრცელებს როგორც საქართველოში, ისე გლობალურად. I'm very excited to be in Georgia again. I was here in February. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ BTU-სთან თანამშრომლობით ისევ მომიწია საქართველოში დაბრუნება. ჩვენი მიზანია შევქმნათ ხარისხიანი ხელოვნური ინტელექტი და ამ განვითარებაში ჩავთოთ ნიჭიერი ადამიანები. ჩვენ გვსურს, რომ ერთმანეთთან დავაკავშიროთ ხელოვნური ინტელექტისა და მდგრადი განვითარების მიზნები და ამ მიმართულებით საქართველოში ჩვენ ვითამაშებთ დიდ როლს. BTU-ს უნივერსიტეტში ჩვენ ქალბატონებსა და გოგონებს არა მხოლოდ ვასწავლით ხელოვნური ინტელექტის კოდირებას, არამედ მათ მივცემთ შესაძლებლობას, რომ BTU-ში არსებული 28 ხელოვნური ინტელექტის კურსიდან აიღონ ნებისმიერი. კურსის დასრულების შემდეგ კი ისინი შეძლებენ საკუთარი ბიზნესის ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებას. ბევრი ადამიანი საუბრობს ChatGPT-ზე, Gemini-ზე და ასე შემდეგ, მაგრამ ისინი არ ავითარებენ, არამედ მხოლოდ იყენებენ მათ. ჩვენი მიზანი კი ისაა, რომ ქალბატონებმა და გოგონებმა არა მხოლოდ უბრალოდ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი, არამედ განავითარონ და შექმნან ის. იმედი მაქვს, რომ ხელოვნური ინტელექტი ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევას. წარმატებები ვუსურვოთ, რა თქმა უნდა.